ამ დღეებში ბევრი მიესხა და მიეწუწათ მომღერლებს კალაძის კლიპებისა და თბილისობის კონცერტისთვის. მაგრამ ეგ ჩვენი შიდა ამბავია, ჩვენშივე მოკვდება. სამაგეროდ, ყველა ამადგანს განსაკუთრებით კი ალბათ მეგი გოგიტიძეს, გუჩის ბიჭებსა და მოსკოვის სიკვდილ კარებში მათნაირ მიღებულებს დიდი მადლობა ერგებათ, რომ არ მიიღეს მონაწილეობა რუსულ ინტერვიზენიაში. გასულ კვირას მოსკოვში ერთ ტურად ჩატარდა სანახაობა, რომელზეც უამრავი ფული დაიხარჯა და კრემლის რბილი ძალის ერთი დამრტყმელი ინსტრუმენტი გახდა. აი, მანდ რომ არ ფრიალებდა ქართული დროშა, ამისთვის ალალად ვეუბნები მადლობას ყველას. ყველას, ვინც გაუძლო ცდუნებას, ყველას, ვინც მიხვდა, რომ ამის გამო მე ბევრი ლანძღვა შეხვდებოდა, ყველას, ვისაც საერთოდ არ გაუგია თუნდაც, რომ მსგავსი რამ ტარდებოდა. მაგათაც მადლობა. მთავარი ამ შემთხვევაში არ მონაწილეობაა. რუსებს არ დაუმალავთ, რომ ეს კონკურსი ევროვიზიის ალტერნატივა ჩაიფიქრეს, სადაც უკვე აღარც ასუნინებენ. ევროვიზიის კურატორები პირადად იყვნენ სერგეი ლავროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სერგეი კირიენკო, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, რომელიც სხვათა შორის კონკურსის ყოველდღიურობას მხოლოდ ნახევარი დღით მოწყდა, როცა წინა დღეს, 20 სექტემბერს, სამხედრო აღლუმსა და სეპარატისტთა დამოუკიდებლობის დღეს წოდებულ დიდ ამბებში ჩაერთო. ინტერვიზენიაში მონაწილეობდა 21 ქვეყანა. რუსის სახელზე გამოვიდა შამანი, პუტინის ფავორიტი და ყველაზე მაღალკონიუნქტურული მომღერალი დღეს. თავის დროზე კაბზონი და ლეშჩენკო რომ იყვნენ რაღაც იმ დონის. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ამ ვითომ კონკურსში სულ 4 იყო. ბოლო მომენტში უარი თქვა თვით აზერბაიჯანმაც კი და ისე გაწოფდნენ ამაზე რუსები, რომ ლავროვმა საგანგებოდ აღნიშნა ეს ამბავი პრესკონფერენციაზე. ღონისძიება ისეთ პომპეზურად და მნიშვნელოვნად იყო ჩაფიქრებული, რომ მას პირადად პუტინი მიესალმა. რუსეთი მუდამ იყო და არის ღია ურთიერთობებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ტრადიციები, პატივს ვცემთ სხვათა ტრადიციებსაც. ამ კონკურსის ძირითადი იდეაც სწორედ ტრადიციული ფასეულობების, კულტურათა მრავალფეროვნების პატივისცემაა. ხომ გაიგეთ უფროსმა რა თქვა? ტრადიციულ ფასეულობებს რომ ვუჭერთ მხარს და მათ ვიცავთ გადაგვარებული დასავლეთისგან, აი ამიტომ ჩავყარეთ ინტერვიზენიაში ამდენი ფულიო. ხო და იცით ვინ მოიგო ეგ ტრადიციული ფასეულობების დამცავი კონკურსი და $360,000. აი ამან. ვიეტნამელმა სახელად დიკ ფუკი, ღია გეიმ. არა, ცხადია მოსკოვში სხვა რამე იმღერა, მაგრამ მოკლედ ისე გამოვიდა საკუთარ კლიპებში ან ლოგინში, ვისაც რა უნდა ისაკეთოს, კრემლში კი ყველანი ტრადიციულ ფასეულობებს ვიცავთ. ხო, აი ზუსტად თქვენნაირად, ხო, პროჭო რვილელნო.